გეძინა? მოხვედი ელიზა. გაქენი მეძი, ძიმე მორიგეობა ქონდა? ძალიან ძიმე ავადმყოფი მივიღე. გამარჯობათ. ვინგნება? ლიზა, ეს ჩვენი ახალი ექიმია, სოხუმიდან. მოგძანდით გივი. გაიცანით ელიზა ნიჟარაძე. გივი არჩვაძე. სასიამოვნო. დავძანდით გივი, ეს არის თქვენი მაგიდა. მადლობთ. ესე იგი ორ მშვენიერეს ქალბატონთან მომიწევს მუშაობა. დიახ. ერთო ბედნიერი ვარ. ჩვენც. ძალიან კარგი. ეს არის ჩემი მაგიდა. გამარჯობათ ექიმებო. აი ნანი. გამარჯობათ. გივი გინდა ყავა. დიახ. ელიზა შენ? კი რა. მედიკო ექიმო, როგორი მორიგეობა გქონდათ? ძალიან მძიმე გენაცვალა. გაწყდა მაგათი ჯიში ვნახე. ხანში შესული ქალია. შემოსვლისას თანხა არ გადაუხდია. არა, ნანი, არა. შეჭამეს რა გული. ყველა მათხოვარმა ჩვენ საავადმყოფოზე როგორ უნდა გადაიაროს ხოლმე, თანაც მიოკარდის ინფარქტი. ეხლა დააჯექი ნანი ბლიაძე და ემსახურე უფასოდ. ნანი, მაინც მთელი დღე უსაქმურად ხარ. რა მოხდება რომ ემსახურო უფასოდ? რა იყო მედიკო ექიმო? რა დაშავდება ორი კაპიკი ჯიბეში ჩავიჩხრიალო? წავიდოდი ბაზარში, ვიყიდიდი ჭადის ფქვილსა და ყველს. გიყვართ ჭადი და ყველი? დიახ, ძალიან. თანაც ისეთი კარგი ხელი მაქვს, აი თქვენ აუცილებლად დაგპატიჟებთ. სიამოვნებით. აი ნახავთ რა გემრიელი ხელი მაქვს. ხო, თქვენ სოხუმელი ექიმი ხართ, არა? დიახ. დედა, როგორ მეწოდებიან ეს ლტოლვილები? ალბათ რა კარგი სახკარი გქონდათ, ხო? არც ის. დედა, როგორ მიკვდება გული ვერ წარმოიდგენთ? ზღვასთან ახლოს ცხოვრობდით? საკმაოდ. ჩემი ნათესავები ცხოვრობდნენ რუსთაველის ქუჩაზე. გერონტი ქირია, ნუ ბრწყინვალე ოჯახი ჰქონდათ, ფანტასტიკური სახლი. არიცნებს, ნანი. დაიწყო. არიცნებს, გინესველი. გერონტია რა. ხო? არ გაგიგონიათ? ვიზათ მეკუთვნის, ნუ როგორ არ გაგიგონიათ? ბრწყინვალე ოჯახი ჰქონდა და დღესაც აქვს. ორივე ბიჭი ამერიკაში გაუშვა. ნუ მაგარი ბიზნესმენები გახდნენ. ისე კი მითხრა გერონტი ბიძიამ, წაღები გოგონი ამერიკაში ჩემ ბიჭებს გაიარ გამოიარე, იქნებ იქაურობა მოგეწონოს და ვინმე ბიზნესმენს გაჰყვე კიდევაცო. რას ამბობ გერონტი ბიძია თქო, ამ სავსე ოჯახს, სავსე სამოთახიანს თავისი გარაჟით ვისტოვებ თქო. თანაც ამერიკულად არ მეხერხება თქო. ჩერა გავთხოვდები და მერე გესტუმრები თქო. ისა მართლა არ გაგიგონიათ გერონტი ქირია? არა, არ გამიგია. ხო, მომაწევინეთ თუ შეიძლება. სიამოვნებით. ნანი, დაანებეთ, მე არის იმებეთ. ნანი, ავადმყოფის დანიშნულება ნახე? არა? ხოდე წადი გინეცველი და ოყნა გაუკეთე. იცით რას გეტყვით? მაგათაც უცებ ჯიბეში არ ჩამიჩხერია. ნანი, გააკეთე რასაც გეუბნები. კარგი რა, მოვწევ და წავალ, ნუ. ნანი. თქვენ აუცილებლად დაგპატიჟებთ. აი ნახავთ, მე როგორი ხელი მაქვს. ნანი,
მივდივარ. გონი გივი მოეწონა. ხო, ახალი შარვალი ნახა და გაგიჟდა. გივი სხვათა შორის ნანის პატარა ბიჭები მოსწონს. თქვენ რამდენი წლის ახართ? 35-ის. ბრწყილად იყავით, ავი არ შემოგასაღოთ. შტოებში ავობს ბებერი ქარი, ყვავილთა ჯარი, ფიფქით ბანაობს, წყდება ნანაობს, ეთერი ჩქარი, ნანაობს ქარი და მიქანაობს და ქარი შეხვთა ატმის ყვავილებს, ვარდის ფერღილებს. შენ კიდევ აქ ხარ კაცო. აქ იგი ხარი არ მოხვიდეთქო. წამოდი, ეხლა წამოდი. ჩუ არ გამიგო შენი ხმა. რატომ მოხვედი? რატომ მოხვედი მე შენ გელაპარაკები? ხომ გითხარი არ რანი რას აკეთებ? რას უშვები? ბავშვია რა. ეს არის ბავშვი, ეს მათხოვარი. შეხედე ამ ბინძურს შეიძლება ამის სამართლოში მოგანა. მე მევხვდი და კიდე მე. გადი აქედან. გაუშვი ელიზა ექიმო, გაუშვი. უკვე მესამე დღე გადინანი აქედან. ამის ატანა. რა ხდება? რა მოხდა? რა ჩაიდინა ამ ბავშვს მასეთი? დაეთრევა გივი ექიმო დღეში სამჯერ, ხან ფულს ხან საჭმელს თხოვულობს. აღარ გვაინტერესებს ნანი, დატოვე საორდინატორო. არ ვიცი ეს საშინელება, ეს მათხოვარი უკვე მესამე ნანი, დროვიდა. თან შედის ავანტყოფებთან და ლექსებს უკითხავს. ნანი, გადი ოთახიდან. არ გესმის რას გეუბნება ექიმი. დამანებე თავი. რა ქვია? ამირანი, რამდენი წლის ახარ? 5-ის, ლექსებიცი? 1. რომელი? ანა კალანდაძის ლექსი. მართლა აბა მითხარ. თუთა, ლამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი, დამეძახებს თვალს ჩამეკრავს მუდამ, ხემაღალის აზომუხტის ფერი, რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა, რა ჩურჩული დამდაგველი მწველი, ლამის სახლში შემოვიდეს თუთა, ლამის წელზე შემომხვიოს ხელი. ოჩა. ძალიან კარგი ბიჭი ხარ. თქვენ ნუ შეწუხდებით. მე გავაცილე. გივი ექიმო, მთავარი ექიმი გეძახით თავის კაბინეტში. გააძღეთ ეს მათხოვარი? გამოგივიდა. კარგი ელიზა, ხო არ შეიძლება ყველაფერზე ნერვიულობა. არა, არაფერი. რაღაც ვერა ვარ კარგად. მოდი წავალ რა. რა უცნაური ხარ. რა მოგივიდა? წავე. კარგად. ელიზა, გინდა გაგაცილა. არა, მადლობა. კარგი გოგოა. მოგეწონა? მომეწონა? ძალიან კარგი გოგოა. მაგის გამო დავდივარ სამსახურში, თორე ასეთ პირობებში შეიძლება გავგიჟებულიყავი. არც ხელფასი, არც ავადმყოფი, არც მუშაობა. 4 წელი ერთად მუშაობთ. მოგეწონა? ძალიან. ძალიან? ძალიან.
აი ამ გაწაღლებულ ცხოვრებას. ჰა? დამეხია ემუხლები. დედა. რა იყო? ყველა მოვიდა. მაწონი მოიტანა. მაწონი? ხო. გავქნა არა ვიღო? აი გოგო, ერთი თვიაც ფეხი დავდივარ, 50 თეთრიც არა მაქვს. რა დროს მახვალა გაწო, ა? ალო, ისმენ? დიახ, ნიჟარაძის ბინა. თქვენ იმგნება? ელიზა, იცით ჯერ არ დაბრუნებულა სამსახურიდან. ადრე წამოვიდა. რა იყო კეთი? ნეტა რატომ დაიგვიანა, არ ვიცი. თქვენ იმგიდან დედით? გივი? დიახ, კი ბატონო, გადმორეკეთ, არა, როგორ გეკადრებათ. მე დავარ, კეთი. რა იყო? კარგი დროებით. არ მეტყვი. კარგი რა დედა, დამაცადე ტელეფონზე ლაპარაკი, რა დაგემართა. ვინ არის? არ ვიცი, სამსახურიდან დარეკეს, ადრე წამოვიდა, ცოტა შეუძლოთ იყო და აინტერესებდა ეხლა როგორ არის. სუდად ხო არ გახდა. გზა. კარგი დედა, დაგმართა. რა უნდა დამარცხდა, არაფერი, ეთყობა ფეხით წამოვიდა და იმიტომ დაიგვიანა. ხომ ვიცი რა თავისები. შენ არ ვითხარი ცუდად იყო. ჰა, შენ ხო ვითხარი ცუდად იყო, ჰა? რა მოხდა, რა მოგირი? ნუღრიალებ, კაცო, ნუღრიალებ. დარეკა და ელიზა იწვია. ნუ რა მერე, სამსახურიდან ადრე წამოვიდა, ცოტა შეუძლოთ იყო და აინტერესებდა ეხლა როგორ არის. დედა დაწნარდი. მობოდიალდება სადაცაა. ხელი გააჩერე. ხალო, არ გესმის? არ გესმის შენ რომ კარგად არ არის, არა, ცუდად არის ბავშვი. რანაირად იქნება კარგად? სადაც ავადმყოფს, შიერ მწყურვას, საცოდავს, უსალკაროს დაინახავს, ყველაფერზე მაგას უსკდება. ყველა სატკივარი მაგას ტკივა და ყველას განსაცდელს ეგ განიცდის. აი რაც გინდა ის მითხარ. ახლაც ასე თუ არ იყოს. გოგო, კაცო, გული მაგუძო. ვინ არის? ელიზა! მე ვარ, მე. ვაიმე, შვიდო, ვაიმე, გენაცვალა დედა. კინაღამ ჩამოვარდი, გოგო, ვიღაცამ დარეკა ქეთი ელაპარაკა და ვიღაც სუდათ არისო უთხრა. ვინ იყო, გოგო? ვიღაცა გივი. ვიღაცა გივი. ხო, ძალიან ლამაზი ხმა ქონდა რა, ძალიან ნერვიულობდა 2 საათის წინ წამოვიდაო. ვინ არის? ჩვენი ახალი ექიმი. ხო. აუ, რა ხმა ქონდა? რა თქვა რა? რაო და ცოტა შეუძლოდ გახდაო, ადრე წამოვიდაო და აინტერესებდა ეხლა როგორ არის. არაფერი გამოვისეირნე ფეხი. ხო, შენ გამოისეირნე შვიდო. გამოისეირნე, მე კი მოვკვდი. მოვკვდი, აღარ შემიძლია მეტი. კარგი რა დედა, კარგი. არაფერი დედა, რა ყველაფერზე ნერვიულო, ფეხი წამოვედი, არ შეიძლება. მოგითხარი არა. რატომ ანერვიულობ? შემატყობინეთ რა. დილას ცუდად იყავი, ისე წახვედი. რა არის დედიკო, რა ხომ არ უნდა მომკლათ კაცო, ა? გივიმ შეგვაშინა, უბრალოდ ადრე წამოვიდაო და ისე როგორია, ლამაზია. არა, პრინციპში კარგი ბიჭია, მართლა. არც დედა ეს რომ ნახია, მაგრამ არა უშევს. ესე იგი შენ ვერ გჯობია. არა გცხვენია, მე როგორ მაჯობს. გამიშალე ერთი კარტი. შენ კარტის გაშლა გინდა? აი ხვალ რომ მიყო. კარგად დავაკვირდები შენი ხათრით, იქნებ მომეწონოს კიდეც. რა გვაქვს საჭმელი? ლობიობა. ვაიმე, დედიკო როგორ მეზიზღება ეს ლობიო რა, აღარ შემიძლია მაგის ჭამა მე. ვაიმე, ჩემი ცოდვა. ხვალშვილო ლობიოც აღარ გეკნება, ასე იქნება ეს, ა? შენ ქალბატონო ხარ? მეტი ზღირსი ხარ, შენთვის ლობიოს ჭამაც კი ზედმეტია. ცა არის ერთი გამოსავალი, ჩვენი სული
ელიზას ხელშია. ჩემს ხელში რატომ არის ვითომ შენი სული? რატომ? რატომ და იმიტომ გაყვები უჩარობაკიძე ცოლა და გვეშველებას უყველას. შენ გაყები მე თავი დამანები და მოიხსენი შენი პრობლემები. მე არ მოწონარ ელიზა რა ვქნა არ მოწონარ მე. არ მოეწონები აბარა გირსგებ ხარ. ჩემს ლამაზებს გაუმარჯოს. დადიკო მოხდი. არა არ მოსულა. რა ვერ ხედავ რომ მოე. ჩუგური ვაგები და წელი. მაიცა. რას გავხარ? რა არის? რა ბენზინის სუნი არის? აუ, არა მithesqle, თორემ დავიღუპეთ სულ ყველა. არა, მინდა დღევანდელი დღის სადღეღელო შემსვა. ეს გადაწყვეტა ჩემი სამსახურის საქმე. მე მინდა რეზო რობაქიძის სადღეღელო შემსვა, მაგას ვერ ასვალი. აბა გაშალისუფრა, სად არიან ჩემი გურიტები? გამიშალისუფრა. გოგოება, მამა მოიდა, მამა. მოდი. როგორ ახლა? კარგად, მოდი შემოდი. დაგაიარო მოხვედი. რა არის, თუ დროს ხوار? არა, პირიქით ძალიან კარგ დროს მოხვედი. მთელი დილა გირეკა. ჩემს ოჯახში რობაქიძეების კულტია. აღარ შემიძლია სახში გაჩერება. რას გაიგე? ხა გაიგეს რომ არ მოგწონს ეს უჩა რობაქიძე. ფატის კიდე რა დაემართა? უფულობამ შეშალა. ელზა. გადაგაზავან გაყვები უჩა რობაქიძეს. დაძალებით იცი რამდენი ხანია მაძალები. გივის? გივი რა შეაში? გივის წესიერად არც გივიძნა. მე მგონი ძალიან დაინტერესებულია შენით. დღეს დილით დარეკა. მოგიკითხა. სად შეიძლება ვნახო და საერთოდ ძალიან უნდა შენთან დაახლოება. ეს ახალია? ხო, დღეს დავამთავრე. და შენ დაპატიჟე. არა. მე ხო არ ვიცოდი რომ მოხვიდოდი. ერთი წუთი არ მოიწყნა ახლა ვერ მოვა. კარგია. ელიზა მოდი რომ მომეხმარე. მოვდივარ. ჩქარა. ვერ გავიგე შენ კიდე რაღა მაინც და მაინც ქეთი დაპატიჟე. იმიტომ რომ დეავრეგი ქეთი მაიღო ყურმენი. მაგ საქმეში ვერავინ აჯობი. ფატის მინდოდა მოსულიყო, მაგრამ არ დამხვდა სახლში ხილეთ. არა, ფატის დღეს არ ცალია, დღეს შაბათია, ხორცილების დღეა. იყოს კეთი რას გიშლის ვერ გავიგე, მომიმხიარულები ჩვენი ვრად. ლე. გამომართვი. ივათ. არა, შენ ვიღაცას ელოდები. არავის არ ველოდები. აი, ბანანჩიკი. მოდი ახლა ჭამა ძალიან შეა. მეც იცი? მოვიდა კეთი. კეთი რა თქმა უნდა მოვიდა. რა იყო რა ვერ გავიგე. მოდი კეთი და ჯეკი. შენ რა თქმა უნდა მოხვე. რა არ შეიძლებოდა? არაფერი გამოტოვა. აბა გოგოებო. აი მე დედიკო როგორ მეშინია. აბა. ვაი. აი მე კაცი თორე მე დამესმები არ გავარდე. ვაი. დაი. ასე. წვანილი ჩაყავი. გოგოებო. მოდი ახლა იცი შენ გაგიმარჯოს. მედი. არა. ლიზა. მე მინდა შენ გაგიმარჯოს. კარგი. იცი? მინდა რომ იყო ბედნიერი. ძალიან მიყვარხარ. გაგიმარჯოს. კარგად იყავ. შენ რა მოგივიდა? ნამდვილად. გაგიმარჯოს შენ პატარა დაიკო. პატარა შენ თვითონ ხარ. ბოლომდე. ეხლავე. ბოლომდე არ შემეძლია. აუ. აი
აი დავმიდი დალი. არა, არ დალი, არ შეიძლება. თან რა არის შამპანიური? მე ყველაზე გამხდარი. შემდეგი. ეხლა შენ გაგიმარჯოს. დალიე არ ბოლომდე. მინდა არ შემიძლია. დალიე ბოლომდე. კარგი რა გეხვეწები. დააწადე და დალევს. მოდი ეხლა შენ გაგიმარჯოს. მადლობა. შენს ლამაზ ხვირპირს გაუმარჯოს და იცი რა? დიდ სიყვარულს გისურვებ. გაგიმარჯოს. მადლობა კეთ. შენ რაღაცა გვაქვს. ეხლა მეგონი რა დაგებარდა. რაჭები ვერ გაგიგებს. დალიე. აიმე. მოვძანდით? ო? არ დაგიპატიჟია რა? არა. მოვძანდით გივი. გამარჯობათ. რა კარგია. ეს არის გივი. ჩვენი ახალი თანამშრომელი. გივი ეს არის კეთი, ელიზას და. ძალიან სასიამოვნო. კარგი დათხოვილია. მადლობა. დავძანდით გივი. ჩვენი მესამე და ფატი ორივეს ერთად გჯობია. აბა, ეხლა კაცი შემოგვიერთდა, გაუმარჯოს გივის. გივი არის ჩვენი თამადა. ძალიან კარგი, მაშინ გაუმარჯოს თამადას. გივი. გაგიმარჯოთ. ძალიან მიხარია რომ შეგხვდით და გაგიცანით. და აი ყოველ ჩვენგან სუსურებდი რომ ჩვენ მეგობრობა დიდხანს გაგრძელდეს. მადლობთ. გივი, გაგიმარჯოთ. ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს. ძალიან მიხარია რომ მოხვედით. არა მარტო დღეს, არამედ საერთოდ. მოკლედ გაგიმარჯოთ რამე ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია. დიდი მადლობა. გაგიმარჯოთ გივი. გივი, ვიმღერეთ რაც ხლიათ. კეთი რა არის? კეთი ოჯა. გივი გვიმღერეთ რა. გვიმღერეთ რა. აი, ღერი. ხომ ღერი ხარ? ვეცდები. დაიტანჯება ყველა სულთქმული მაგრამ რა მერე მაგრამ რა მერე ვიცი რომ შემდეგ სასუფეველში სულაფერი გათანაფდება ჯერ არ ნახული თანაფარდობით მაგრამ რა მერე მაგრამ რა დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობთ. შეგვირსეთ ჭიქები. გივი. გადაიღე. რა იყო გადავიღებ. ალო. მედიკო ვარ? ვინ გითხულობს? ნანი? საიდან გაიგე რომ აქ არის? ახ, ნანი, ეხლავე. ვინ არის? ნანი. ალო? დიახ. გამარჯობა. რამ შეგაწუხათ, ნანი? გისმენთ? არ ისმის? ვინ?
რა სისულელია? არა მსალია. ალო? აიჩი. რა უნდა და? რა ვიცი. ნაცსავი ჩამომევიდა რაიონიდან. გული აწუხებს. წნევა აქვს მაღალიო. გინდა თუ არა შეუნდა გასინჯო. აი, გამაგიჟებს ეს ქალი. ეთყობა შეინახვა უნდა. ერთი მემკითხეთ, მინდა ეხლა მიმიცი ნახვა. იმის თქმაც აღარ მაცალა, რომ არ შემიძლია მეთქი. ყურმელი დამეკიდა. ეხლა თქვენ სახში მივდივარო და იქ დაგელოდებიო. რა უბედურება. რომ არ წავიდე გოგონებო, აი მთელი დღე დედაჩემს არ მოასვენა. გასაგებია იგი. არ მინდა თქვენ დატოვება, მაგრამ უნდა წაწყე. რა ვქნა? აღა ეხლა. კარგი დაგლოცავთ ყველას. დიდი მადლობა. სხვა დროს გავაგრძელებ, ხო? მოხვედით. აი ესე მოულოდნელად. ნახიგივი მრალამაზით აიგული მოგართა. იცი რა ბედნიერი იყო, ძალიან უყვარხარ. ვიცი. უთხარი სახლში რამე? არა. რატო? გაგიჟდებიან და ემეტი. მაგათვის ხომ იცი მთავარია, შეძლებული მამა ჰყავდეს მათ სიძეს. გივი კი საერთოდ უმამო და უპატრონოა. თანაც მამაჩემ საქმე გაუფუჭდება რობაქიძეებთან მაგათ ვაჟბატონს რომ ცოლად არ გავყვები. აი ასე ჩემო კარგო. შენს ნორაფერს ნუკითხა, ვადექი და გაყევი. მე კი გავყვებოდი, მაგრამ გივი არ შვება. პატარა ბიჭი ხომ არა ვარო და ოფიციალურად უნდა ჩემი ხელი ითხოვოს. კარგი ნუ გეშენია, ყველაფერი კარგად იქნება. არა, მე არ მეშინი. არა რაღაც უბრალოდ სულ დაძაბული ვარ. იმდა რომ ნერვიულობ, ელიზა. შეიძლება. ალბათ. ნუ გეშენია. თავარია თქვენ გიყვარდეთ ერთმანეთი. გოგოებო? შეიძლება? შეიძლება. როგორ ახარ ელიზა? იები შენ მომიტანე? შენ რა? სხვისგან ხომ არ ელოდები? გივი, ხომ არ ეჭვიანო? სულაც არა. ეჭვიანო. არა. ეჭვიანო. გივი ექიმო. დიახ. თქვენთან მაქვს საქმე, როდის გეცლებათ? ისმე. მარტოს მინდა დაგელაპარაკოთ. დღეს ამსალია. ხვალ? არ ვიცი. კარგით. მაშინ ხვალ დაგელაპარაკებით. მოიცა, ქალო. ვერ მეითმინებ, ქალო, პატარა ხანი? სამოეთერი. წავალ მე ავად მყოფს ნახა. ნანი არის ნამდვილი პროფა. ამასინათ მორიგეობაზე კინაღამ ჭუიდან გადამიყვანა. მორიგეობაზე შენთან ერთად ნანის რა უნდა და ის ხომ დღის იქა. რა ვიცი რა უნდა და მთელი ღამე საორდინატოროში იჯდა. არა გცხვენია, მთელი ღამე ნანისთან ერთად იჯექი საორდინატოროში, რას აკეთებდი? არაფერს რა უნდა გამეკეთებინა. რამე ხომ არ მოხდა თქვენ შორის, რა უნდა მოხდარიყო, რა უნდა მოხდარიყო. ეგ ჩემზე უკეთესად შენიც. ჩვენ შორის. სხვათა შორის. დიახ.
განცხადება როდის შევიტანოთ? მოდიცი. კარგი, რა დროს განცხადება? გაჩერდ. ეს გაიცანი ეს უჩა ეს გივი. გამარჯობათ. ეს ვინ არის? გივი. შენ მოდი ჩემთან. უჩა გეხვეწები. შენ გაჩერდი. არ წაყვე, ძალიან თხოვ. ეხლავე მოვა. გივი. რა მოხდა ელიზა? უჩა და გივი ჩხუბობენ ჩქარა. ბოზებო დაახოცე. ნანი გადი ანკენა, მოშოდი ანკენა. ой, სამ თავარეკებს დაუძახებ და გაჩვენებ სეიფს. ელიზა, ნუ გეშინია, არაფერი არ მოხდება, ნუ გეშინია. რა მოხდა? არაფერი. კარგი, მართალი თქვი რა. მართალი ვთქვი. კარგი, რა უნდა მომხდარიყო? ისე საეჭვიანო მე მქონია შენზე და არა შენ. აი, გივი რა. ჩემზე და იმ პროფკაზე რომ ეჭვიანო. გეფიცები, უჩა მხოლოდ კლასელია ჩემი, ჩვენ შორის არაფერი არ ხდება. რატო იცინი? არ გჯერა ხო? ო, კარგი, მჯერა. წავიდეთ. გივი, გეფიცები, ჩვენ შორის არაფერი არ ხდება, უჩა კლასელი იყო ჩემი და ბავშვებიდან ვიყვარვა, რა ვქნა ახლა? კარგი, დამშვიდი, ნუ ნერვიულობ. არა, რატო იცინი? არ გჯერა ხო ჩემი? მჯერა, როგორ ამჯერა? მე ტყუილები არ ვიცი, სხვა. ტყუილები არ იცი? გინდა სადმე გავისეირნოთ? არ მინდა. ელიზა? არა. გავისეირნოთ? ფატიმა ვინ არის მითხრათ ვინ არის მე მირეკავენ ნინიკო მე ვარ მე გოგრა ხარ გამარჯობა ვაიმე რა ვიცი ნინო დღეს რა მოხდება აქ აზრზე არა ვარ ისე ნერვიულობ წარმოდგენა არა გაქვს რა მოკლედ ვერ აგიხწერ ძალიან განვიცდი კაი გოგო ხარ თავი დამანებე თავი დამაცადე რა ლაპარაკი ხონინო გისმენ ვაიმე დღეს აქ ამბავი მოხდება არ ვიცი რა დედაშვილს ხელში არა იყვანს ალბათ არა შეხო მიცი ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი უჩარობაქიძე იყო გამიხე კარები გელაპარაკე ელიზას ვეცოდებით ვინმე არავინაც არ ვეცოდებით გამიხე მამაჩემა არაფერი არ იცის ესე ხო დედა უხშენი დედა შემოდი ხო იმ ფაქტ დაარტყავს საწყალკაც აბა რა მოუვა დედაჩემი ნინიკო შეხო ვიცი დედაჩემი მომენტებში მაინც ეგუება რაკნას აბა ეცოდება ეს დეგენერატი ელიზა და არა სოხუმელია ხო სოხუმელი ტოლვილი იქნება აბა რა იქნება არ ვიცი როგორი ბიჭია არც მინახია არც მაინტერესებს ძალიან კარგი ბიჭია შეგიძლია გადასცე დაინტერესებულ პირს მაქსი ნახვა ქეთი ნუერები ჩემ ლაპარაკში ხო და ნუ მან ზღავ როცა ადამიანს არ იცნობ ქეთი ენა გააჩუმე და ნუ მეტრიკინები გესმის სხვა თემაზე ელაპარაკი გიუღვით კარგი ნინიკო კარგი გენეცვალე სხვა დროს დაგირეკავ კოცნი დახვამდის ქეთი გინდა თავში ჩაგარტყა ეს ტელეფონი მე რატო ვინა ხარ გოგო შენ ამდენს რომ მეტლიკინები ვინა ვარ და შენი დავარ ქეთი ნიჟარაძე ვერ მიცანი მერე ქეთი ნიჟარაძე რას იცავი ნაძირალაბიც აგეკითხე ვინ არის ნაძირალა ვინ არის ნაძირალა გინახია საერთოდ ანკი იცნობ არც მინახია და არც ამაქვს სურვილი რომ ხო და შეიცოდეთ ელიზა ბოლოს და ბოლოს გააჩუმე შენი გველაძუენა და დადუნდი სამუდამოდ გაიგე
დედა. და ახლა ეკაჩებით არა? არა. უთხაშეს ქალიშვილს ენა გააჩუმოს. არ მოუკვდით შვილო თქვენ დედას. გამოეთრიეთ ხათი და ოთაკ. დედა, ცხვირში ნუ მომარტყამთ ამ კარს. გამაგებინეთ ერთი რატო გამათობთ? კი არ გამათობთ, ჩხუბობთ. კაი, რატო ჩხუბობთ? კითხე შეს ქალიშვილს და გეტყვის. მე გენაცვალე ქალიშვილი სამი მყავს. რომელ ქალიშვილს გითხო? არც ერთი არ უქნი ხარ ხმერს. გამაგებინეთ ერთი რომელ აი ამას ქალბატონ ქეთევას. ქეთი მითხარი ერთი რატო ჩხუბობ? მითხარ. გამარკვიე. რატო გამარკვიე? არაფერი განსაკუთრებული დედა. უბრალოდ ქეთს ფატი ეჭორავებოდა ნინიკოს და ელიზა საქმროს გივის ლანძღა. კი, მაგრამ გენაცვალე, როდის მერე გახდა ეს გივი ელიზას საქმრო, ა? რა? ნუ გამაგიჟეთ ახლა. ამოიღეთ ხმა. თქვენ გესმით რა ლაპარაკობ. არა, დათიკომ რომ გაიღვიძოს ახლა. რა გეშველება? დაგხოცავს უყველას. გამაგებინეთ. გამოთიშე ხა. გამოთიშე, გამისკდა ყური. გავგი. რა არისა გასაგიჟებელი ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ. ძალიან კარგი ბიჭია გივი და გაიგეთ რომ კარგი ბიჭია ეს გოგო იქნება ბედნიერი იმის გვერდზე. აი მე მაგალითად ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი, ისე გავყვებოდი ხოლმე. არა მე ვინას გქვა რომ შენ დაფიქრებული ხარ? მაიცავდე. აი ელიზა შესავი დაუფიქრებლად მიყვება ცოლად. ხმას დაუწიეთ, ნუ გამაგიჟეთ. გამაგებინეთ ისინი კაცს გაგიჟება ამაღამ ნახე ჩემო დედიკო საქმროს რომ მოგიწყავს. გველა ჩაიგდე. დიახ სახში დაპატიჟა ჩემი მშობლები უნდა გაგაცნო. ნორმალურად თქვენ ორივე არანორმალურები ხართ. არა გამოგაგლი შეიძლება გამოგაგლიჭავთ მაგენას. მე კიდევ არაფერი პატივს არ ამცემ. კარები მომიჯახულეთ, სიგარეტს ეწევით იმ კაცმა რომ გაიგოს ინფარქტს დაარტყამს. სად არის ელიზა? ძინავს. სახშია. საფთავეს კუბო გავიტანე მე. გაერადე. ასე. აი ეს მე ადამიანები არა ხარ. შემჭამეს მოყალეს ამ. რა არის კიდე ვინ არის? უჩა. სიძე მოგივიდა. გამარჯობა ქალბატონო თამა. გამარჯობა. როგორ ზამბობთ? რა ვიცი დედიკო, არა მიშას კარგად. შებზანდით და ეხლავე. მაპატიეთ ესე რომ ვარ. აი შენ არ გაიხარეთ რა დღეში ჩამოგდეთ. ნუ იხრიგები ხალო, უჩა. როგორ ახარ? მოდი დაჭიქი. უჩა როგორ ახარ? რა ვიცი, ნელა. შენ როგორ ახარ? მეც კარგად. სად დაიკარგე? რა ვიცი, საქმეები. ყავას ხო დალეს? სიამოვნებით. ეხლა ვიგაგიკეთებ თანა ძალიან გემრიეს. ვახ შენი დედა. არა მცალია რა. გადმოგირეკა. ხო. ზადარი. ასე უწევ. დიდი მადლობა. მირთვი, მე ეხლავე მოვალ. კარგი. ვინმე გენაცვალე. ძალიან დიდი ბოდიში. დავიგვიანე. რა დადიხარ ასე მეტეორივით? პროტესტის ნიშნად. ელზა სად არის?
ძინავს. რატო მატყუებ? ამბილანს ვიჩხუბეთ, გაბუტულია და თავის ოთახშია. გასაგებია, მე მხოლოდ ნახვა მინდოდა. რისთვის გენაცვალე? რისთვის? დედა. აი ესე მიშლის ეს მე ნერვებს წამდაუწყო. რა გჭირს? რა არის? ეს რა? ეს რა? ეს რა არის დედა? რატო გაქვს შვილო თვალი ჩალურჯებული? რატო გაქვს თვალი ჩალურჯებული? რატო გემართა? ცემეს. ცემეს? ერთი გაჩვენდი. ვინ მისცემს მაგასაც გაჩვენ. დედიკო, იმას გაუხმა მარჯვენა და მოატყდა ხელი. თქვენ დასკვნებთ ალბათ. არა გცხვენია დედიკო. ხადდა ჰა. შენ სასიძოს წევლი? ვერ გავიგე. ხო, კითხე შენს ქალიშვილს და ყველაფერს ის აგიხსნის. ქალბატონო თამარ, ამ ოჯახში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. როგორ გეკადრება გენაცვალე? როგორ გეკადრება? ამ ოჯახში სანამ მე და დათი კოცოცხალი ვართ, ამ ოჯახში ვერავინ ვერაფერს ვერ გადაწყვეტს. თქვენ მართლა გინდათ, თქვენი ქალიშვილი იმ გოიმს გააყოლოთ ცოლად. როგორ გეკადრება? ეგრა მაკლია, ეხლა ნიჟარაძეების ოჯახში ვიღაცა ტოლვილი შემოეთოსვოს, დანტისტი თუ ქირურგი თუ რა ქვია იმას გინეკოლოგი უბირირუკი. მართლა ქალბატონო თამარ. უბირირუკი. თქვენ მართლს ამბობთ? რა ლაპარაკობ გენაცვალე? ჩემი ხნის გვარ დაგორავს და ჩემი ხნის კარტყვილის დაეჯერება. ქალბატონო თამარ, ოღონდაც ასე იყოს. აი, ოღონდაც ასე იყოს და რაც გინდათ მითხარით. თელ ცხოვრებაში არაფერს მოგაკლებთ. რასაც კი მოისურვებთ, აი რასაც კი მოისურვებთ, ყველაფერს ფეხქვეშ გაგიგებთ. საათივით აგიწყობთ ცხოვრება. თქვენ ხო გჯერა ჩემი? ჯერა აბარნჯერა. ჯერა აბარნჯერა. ჩემ ხელში ხარ გაზრდილი. დედა შენს და მამა შენის არ მჯერა. ა? შვილო. ყველაფერს შეგრება. როგორ შენ გინდა? როგორ შენ გინდა დედიკო? სად არის ელზა? თავის ოთახში. დედა დაანებეთ ელიზას. ერთი დღე მაინც დაასვენეთ, სუდათ არის და წეს. კარგით ქალბატონო თამარ, მე სხვა დროს გამოვივლი. კარგით ქალბატონო. უჩიკო გენაცვალე გაუulis. ყველაფერი გაუulis. შენ არ გწოდნია ადამიანი. მე რომ ახალგაზრდა ვიყავი გენაცვალე. არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს დედა. ნიგრიჩი, у меня разболелась голова. მე რომ ახალგაზრდა ვიყავი, გამოვიდოდი ქუჩაში. ზღაპარი, დედა მოგიკუტე. დათიკო არ გაიგოს და ეს რომ გამოვიდოდი ასე გავიხადე და 21 კაცი. რომ გამოვიდოდი ქუჩაში წვიოდე და კაცები წვიოდე. მე შენ რაღა დაგიმალო და მაგრა ვაბჟღრიალებდი თვალის მოიმედე და გაციებული ვარ. ბიჭო ამბობს გადაგიკეთე. დიდი მადლობა მინდა ქალბატონო თამარ, მოგიხადოთ ყველაფერი. დარწმუნებული იყავით რომ დედასავით მეყვარები. ყველაფერი კარგად იქნება. ხელის გულზე ვატარებ. ელიზა, არა მარტო მას, არამედ მთელ თქვენ ოჯახს. აი მიგინაც. დიდი მადლობა. ჩუ. აი მე როგორ პატინკიცე. აი რა დედა, რა დაგიმა? როგორ პატინკიცე. მე გული მწყდება რომ მართლა არ უცოდნია ჩემი შვილები. მე მგონია ელზა შენ გადარია. კარგი რა დედა. კი. მე ესე მგონია ელზა შენ გადარია. კი დედა, ნამდვილად ასია. იკეტებიან ოთახში მარტო, ჩუჩუმად ებულობენ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. აი, კეთი. ხო ხედავ როგორ მიშლის ნერვებს ეს მახინჯი ესა. გაჩერდი გელი გაგიზრდია. ეს შენ დაკითხო ზუსტად. ვისელოდები დღეს შენ ამ ოჯახში. გივიზე გეკითხება. თუ იცის რაღაც მე. რა ვიცი? შენ რაღაცა დიდ გულზე ხარ, ხო ვიცი? ძალიან დიდ გულზე ხარ. შენ გონია შენსაც გაიტანა რა? თუ გასატანად მაქვს საქმე უნდა გავიტანო, სხვა გზა არა მაქვს. შენ ასე მასწავლე. რამ გადაგრია? თუაზე შევიშლებ. გამაგებინე ერთი რა მოგაწონა. არ მომაწონა.
შემაყვარა. შეგაყვარა რა? დედა შენ მაგას ვერ გაიგე. გრამ შეგაყვარა. შენსაც ვერ გაიტანა, ეს არ მოხდება. ეს უკვე მოხდა. რა მოხდა? არაფერი. უბრალოდ განცხადება შევიტანეთ. ჯვარსაც დავიძერთ. რა იყო კაცო? რა იყო? რატომ ამირიეს დალაგებული ოჯახი გამაგებინე ერთი რა გინდა? რა გინდა გამაგებინე ერთი რატომ შემჭამე რა გინდა გამარკვიე? ეს არ მოხდება. შენსაც რა ამბავია? რა ხდება? რატომ მყვრით? რა ვერ გაიყავით? რა მოგივიდა? გივი იქნება გააღე. ვინაგი? თამარ გამაგებინე რა ხდება? როგორ ახარ? დიდი ელიზა სახლია? კი, რა თქმა უნდა, სახლში. გაიხატე, ჩქარ. წამოდი. ბებე დავრეკე. დავრეკავ რა. კეთი, ატი. დავრეკავ რა. ალო. უკაცრავად გაზის კანტორა? აბა, ეხლა დავაი. შეცამცალია სტუმრები იყოს დახვია. კარგი რა, გაზი აღარ ამაქვს რა. არაფერია დათიკო გენაცვალე, არაფერი. მოვიდა. შეიძლება? გაიცანით ეს გივია. ხო, მამა, ჩემი და ელიზას მეგობარი. გამარჯობათ გივი? გამარჯობათ. თამარი. სხვათა შორის გივი სოხუმიდანა. სტოლბილი. სოხუმიდან? დიახ. გივი. კარგია. სტოლბილი. აჰა, სტოლბილი. ესე იგი გივი სოხუმიდან. რატომ დგავართ? გივი, დავძანით, ჩემ ადგილას. მადლობთ. ხო, მოვძანით. აბა, დატრიალდით. მოიტანეთ. გამოდი. აბა, ჩქარა, რაც არის, ყველაფერი მოიტანეთ. მათი! მომკლა ამ ლობიო შეტანა გამოტანა. შენ რატო არ ეხმარები? კარგი დამოყარა. საკმარისად არიანი. იცი როგორ მომენატრე გივი. სულ მინდოდა რომ ელიზას წამოვყოლოდი სამსახურში და ვერაფრით ვერ მოვახერხე, შენი ნახვა მინდოდა. აი ხომ ხედავ. მეც აღარ შეგაწუხე და მოვედი. ძალიან კარგი. თქვენ როგორი ახლო მეგობრები ყოფილიყართ, რა? დიახ. თქვენ სოხუმიდან ხართ? დიახ. აუ რა დრო მაქვს ნატარები სოხუმში, ბიჭვინთალში, გაგრაში. მაგრამ არაფერია, მაინც დავიბრუნებთ. იმედი მაქვს. თქვენ აპირებთ სოხუმში დაბრუნებას. რა თქმა უნდა. როგორ მენატრება სხვა. რამდენი ხანია ზღვაზე არ ყოფილა. წელსაც მინდოდა ბათუმში წასვლა, მაგრამ იქაც ვერ მიდი. $500 ხელში მაინც უნდა გეჭიროს, ისე ვერ წავა. გაძნევდა ცხოვრება, გაძნევდა. სამწუხაროდასია. ნუ გეშინიაშვილო, ყველაფერი კარგად იქნება. ელზა და უჩა ხელს მოაწერენ, ჩემი სამსახურის საქმეც გაირკვევა, ჩვენ არ გაგვიჭირდება და მე სადაც გინდა იქ დაისვენებ, სადაც მოისურვებ. რა სამბობ მამა? რა? ელიზა უჩას არასოდეს არ გაყვება ცოლად. თქვენ გინდათ რომ ელიზა უჩას მიათხოვოთ? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი ოჯახის შვილია, ჩემი მეგობრის შვილი, რეზო რობაქიძის, ცნობილი კაცია მთელ თბილისში. უჩა ვაჟკაცი ადამიანია. შეზღუდული ოჯახია. მათ გვერდით ყოფნა დიდი ამბავია. ელიზას ნამდვილად ბედი ეწვია. მამა, ძალიან თქო გაჩუნდე. დაწნარდი კეთი. დაწნარდი. შენ ნუ ნერვიულობ. ესე მოიცა. რა არის აქ დასაწყნარებელი? რა თქვი ასეთი გამაგებინეთ? გივი გემოდარებით ამიხსენით რა ხდება ჩემს ოჯახში. მე ვერაფერს გეტყვით ბატონო. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. თქვენ რა უნდა მითხრათ ჩემ ოჯახში რა ხდება? მე თუ ვერ გამიგე ჩემს ოჯახში რა ხდება და თქვენ რა უნდა მითხრათ? ვერაფერს მეტყვით თქვენ. ეს ხარები სადაიკარგეთ? თამარ. აქვს ეს აქ ორი კაცი. როდემდე ველოდე ხოლმე მაგათ, ა? ოჰ, ვინც ეს შვილი მოიგონა. არა ძმა. აი, აღაჯობია მარტო ყოფნას. ა? მითხარ, იყავი შენთვის. თვითონ სიბერეში მოგივლიანო. აი, ისი არა, ჩემი მტერი, სიბერეში კი არა, ეგენი არც ახლა მოგივლიან და არც იფიქრებენ შენს მოვლაზე. თქვენ სოლშულიანი ბრძანდებით? არა. რატომ მერე? ჩვენი რევაშკაცი ხართ, ჩვენი ველი. ა? უცოლოდ ხომ არ უნდა დაბერდეთ?
რამდენი წლის ბრძანდებით? 35-ის. აუ 35 წლის ასაკში სამი ქალიშვილი მყავდა. ასე სად არიან ეს ხალხი? სად დაიკარგნენ? თამარ. დიახ. გისმენთ? ეხლავე. მამა. ერთი წამით. მამა. ეხლა დავყიდე. ეხლა. მაპატით. ვინ არის? რობაკიცია. დიახ, გისმენთ. რაზეა ლაპარაკი? კი ბატონო, ნახვარსაც თქვენთან ვარ. კი ბატონო. მაპატიეთ გიბი უნდა დაგტოვოთ. რეზერვობაკის ღალატი არ შეიძლება თვითონაც უღალატო კაცია. აბა თქვენი იცით, მიხედეთ სტუმარს. ხომ გამიგებთ? რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. დაბრძანდი გენაცვალე, დაბრძანდი. ეხლავე გოგოებს დაუძახე. შეწუხდებით მეწავას. ნახვამდის. გივი. ვინ დავიდა? გივი? ხო. რატო რა მოხდა? მკვდარი წავიდა ბიჭი. მამა შენმა დიდი სამბით მიახარა, მალე ელიზას დაუჩას ქორწილი იქნებაო. რა? ხო, ზუსტად ასე უთხრა. ელიზა. რა გინდა ჩემგან გამაგებინეთ? რატომ ერევით სულ ჩემ საქმეში? მე არ გავყვები იმას, ვისაც თქვენ გინდათ. არ გავყვები. რა სულელი ხარ? გაეთრიე პატი. ელიზა. მოიცა, სად მიდიხარ? გამატარე ქეთი. გივი დამიცადე. შენი აზრი მაინტერესებს, რას ფიქრობ? რას უნდა ვფიქრობ? მე აზრები ყოველთვის არ მეცვლება. შობლების არ გეშინია? არა. მე რომ გამომყვეცოლად შენს ოჯახს რა ეშველება? მათი ბიუჯეტი ხომ? მოიცა გივი, მამა ჩემას საერთოდ არ იცოდა შენ ვინ იყავი. და რომ ვცოდნოდ ამას რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხომ ჩემი აზრი იცი? ელიზა, მე პატარა ბავშვი არა ვარ. 35 წლისა ვარ. 35. შენი საკუთარი საქმე შენ უნდა გადაწყვეტო გივი. მე ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა. მქონდა რატო? არ ვიცი. სამაგეროთ მე ვიცი და მაშინ როგორც მე გეუბნები ისე მოიქცე. ელიზა, მე არავის ჭკუის დარიგება არ მჭირდება. ჩემი აზრი მაქვს და საკმაოდ ნორმალური. გასაგებია? დაიმახსოვრე. მე მიყვარხარ. გიყვარვარ? კიდევ სიყვარულზე ფიქრო? რა ფიქრის უფლება არა მაქვს? გაქვს, შენ ყველაფრის უფლება გაქვს. ეს მე არა მაქვს უფლება არაფრის სოხუმიდან ჩამოთრეულ თოვლს. გაჩერდი, რა მოგივიდა? თავი დამანებეთ ყველა. რა გინდა წავიდე? წადი.
საღამო მშვიდობისა. გივი ექიმო, მარტო მიირთმევთ არახს. იცი როგორ ვაწყენინე ელიზას. ელიზას? ელიზას. ელიზა, ვინ არის თქვენთან შედარებით, გივი ექიმო? რა თქვი? ელიზა ვინ არის მეთქი თქვენთან შედარებით? თქვენ ისეთი მშვენიერი და კეთილი ყმაწვილი ხართ. ელიზა კი მას ისეთი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, თითქოს მთელ ქალაქში მისი დონე არ დადიოდეს. გივი ექიმო, შეიძლება მეც შემოგიერთდეთ? დავლიოთ? ხო, მოდით ერთად დავლიოთ. დავლიოთ, ნანი. გინდათ ვისკი მოვიტანო გერმანული, გინდათ აქვეა, მაგრამ იქნებ ჩემთან წასულიყავით, ჭაც გამოვაცხობ, ყველი ძვირფასი ბაჟე მაქვს, შავი ღვინოც არახს არასჯობია? ნანი, შენ რატომ ახარ დღეს მორიგე? გავცვალე, გივი ექიმო. სპეციალურად, გივი ექიმო, მიხარია თქვენს გვერდით რომ ვარ. აი, მე კიდევ არ მიხარია შენს გვერდით ყოფნა. ვიცი, გივი ექიმო, ვიცი. ხოდა თუ იცი, რას გადამეკიდე, ქალო, თავი დამანებე. გივი ექიმო, შედით ჩემს მდგომარეობაში, მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც ხომ მინდა ბედნიერი ვიყო, მეც ხომ მინდა მის გვერდით ვიყო, ვინც მიყვარს. წავიდეთ, გივი ექიმო, ჩემთან, წავიდეთ, მეხი დაეცე სამს ავანტყოფოს თავისი ავანტყოფებიანად. წავიდეთ, გივი ექიმო, ჩქარა, წავიდეთ ჩემთან, წავიდეთ. მედიკო, ლიზა, ღმერთო, სად ახარ, იცი როგორ მომემეატრე. საუკუნე არ ვინახიყარ, სად ახარ, სად დაიკარგი. ნახე რა მოგიტანე. აი, დიდი მადლობა. მოდი დაჯექი. არა, კაია. გითხრა ქეთიმ რო დავრეკე. გივი უნდა ვნახო. არ არის საჭირო. რატომ? ნაწყენია ჩემზე და პატიება მინდა ვთხოვო. შენ რა გაქვს პატიებელი? პატიება თვითონ უნდა ვთხოვოს. უჩა, შენ აქ რა გინდა? საავადმყოფო შევიყავე. რო ვერ გნახეთ, მივხვდი რომ აქ იქნებოდით. ხომ არ გეწყინეთ ჩემი მოსვლა, ა? როგორ გეკადრება? რისთვის მოხვედი? ისა, ვერ შენ მივხვდი რისთვის მოვედი მე? ვერა. რისთვის მოხვედი, გამაგებინე. გეხოცები დაწყნარდი, დამშვიდი. ვიცი რომ ნერვიული. არაფერზე მე არ ნერვიულა. დამშვიდი, დაწყნარდი, ძალიან გთხოვ, მე შენს გვერდზე ვიქნები. ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ შენ დაწყნარდი, დამშვიდი, არი ნერვიული. რას ლაპარაკობ, არ მესმის? შენ რა გიგე? ჰა? რას მეუნე? მედიკო, შენს პირველად გაიგე? გივი, სოლი მოიყვანა. რა სისულელეა. მედიკო, უთხარი რომ სისულელეა. მედიკო. ელიზა. გივი არღებს შენს ნერვიულებად, დამინჯერე. ნანი, თქვენი თანამშრომელი ექთანი არ გახსოვს? მოიცა, მე მეგონა დაწყნარდი რა, დამშვიდე, ყველაფერი კარგად იქნება. მოიცა, აბა რას ელოდი, მაგ ნაბიჭვრისაგან, მაგისთვის სულ ერთი იყო, ვინ იქნებოდა, ის ქალი ოღონდ ბინიანი ყოფილიყო და მორჩა, გათავდა. შენი ფშხილის ღირსიც არ არის. მაგან რა იცი, შენ ერქალებს როგორ უნდა მოექცეს, დამიჯერე, ცხოვრებას გაგიფუჭებს, დაგიმახინჯებს. ეს ყველაფერი კარგად იქნება. გეხოცები დაწყნარდი. დამშვიდი რა, დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება.
მედიკო. ელიზას მანქანამ დაარტყა. რაო? არაფერი. რა მოხდა? არაფერი დედა, თუ მხედველობის ცენტრი არ დაუზიანდა, ყველაფერი რიგზე იქნება. გივიმ თუ გაიგო ელიზას ამბავი. იმექთანსა და გივის შორის არაფერი მოხდა რა. ელიზას ამბავი რომ გაიგო საწოლზე დაემხო და ბავშვი თაქვით იმდაო. ცოდვა ის ბიჭი. იმ ახლა დაწნარდი დედა. დედა. დედა ცუდად ხომ არ ახარ? დედა რა მოგივიდა? მე მგონი დავიხობე. ხომ არ დავიხობე? არა. ნუ გეშინია დედა. შედი. აქ? თქვენ ვინ ახართ? მოქალაქე? გამოდი გენეცვალე აქეთ. აბა შედიო. შედი. ხეთ რამდენი გიჟი ყავს ამ ქვეყანას? შემშლის წლები გაფრენილა და შორს სადღაც დასულა ნედავი შევხვდე ისევ სადავე ნედავი შევხვდე ისევ სადავე შევხვდე სადავე მენიღებთ? შენ ვინ ახარ? მე მოქალაქე? აქ რა გინდა? არა, მე ისე რა. მედი დაახვი აქედან. მივდივარ. გოდინი ძნელი ყოფილა. გოდინი მომკლავს იცოდე. ნედავ თუ ისევ გიყვარვა. როგორ მინდა ვიცოდე. ამას ფიცი რა თუნდა. შემიყვარა და გოგონა ერთი თვალებ ხატულა
ხატვის ფონჯითაც კი ბევრჯერ დახატულა ისეთი ლამაზი იყო ისეთი ლამაზი იყო